ძალიან ბრაზდები, თავს ვეღარ ვაკონტროლებ, როგორ მოიქცე. ეს არის ანონიმური წერილი, რომელიც ჩვენი გამომწერისგან მივიღეთ და მოდი ერთად ვუპასუხოთ. ყველას გქონია შემთხვევა, როცა გავბრაზდით, თავი ვერ გავაკონტროლებთ და ისეთი რაღაც გავაკეთეთ ან თქვით, რასაც ვნანობთ. ესაა სამი გზა, თუ როგორ უნდა მართო ამ დროს შენი ემოციები. პირველი, დათვალე. თუ შენს თავს შეატყობ, რომ რამე ისეთის გაკეთებას ან თქმას აპირებ, რასაც მომავალში ინანებ, ღრმად ჩაისუნთქე, ამოისუნთქე და 1-დან 10-მდე დაიწყე გონებაში ნელა დათვლა. ეს დაგამშვიდებს და მოგცემს დროს, რომ დაფიქრდე რეაქციის გამოხატვამდე. მეორე, მოძებნე ბრაზის გამოხატვის სხვა გზა. ბრაზი ემოციაა და ისევე როგორც სხვა ემოციებს გამოხატვა მასაც სჭირდება. უკეთესი გამოხატვის ფორმებია მაგალითად ვარჯიში, ხატვა, ჰაიკინგი, სირბილი და ასე შემდეგ. ამ აქტივობებით შეგიძლია ნეგატიური ენერგია პოზიტიურად გარდაქმნა. და მესამე, ვიზუალიზაცია. როცა გაბრაზებული ხარ და დამშვიდებას ცდილობ, დახუჭე თვალები. ღრმად ჩაისუნთქე და შენი ცხოვრების საუკეთესო მოგონება გაიხსენე. დეტალურად შეიგრძენი სად ხარ, ვინ არიან შენს ირგვლივ, რას აკეთებ, დააკვირდი ყველა დეტალს. ეს საშუალებას მოგცემს ყურადღება გადაიტანო და ბრაზი დადებითი ემოციით გადაფარო. და შენ ბოლოს რაზე გაბრაზდი? დაგვიწერე კომენტარებში.